ჩვენ ახლა გეცემანიაში ვართ, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინ და ღვთისმშობლის საფლავი. მიძინების ტაძარი უნდა მოვინახულოთ. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მე მგონი ყველაზე უკეთ გვიყვება ქართველთა ბედს წმინდა მიწას. ქართველებს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დიდებული საკურთხეველის დგმიათ, როგორც ამას ვკითხულობთ. თუმცა შემდეგ მოვლენები ნელ-ნელა იცვლება, იწყება ბრძოლა. საუკუნეების შემდეგ ქართველთა საკურთხეველი ნელ-ნელა, როგორც ვკითხულობთ, ბნელ კუთხეში გადადის. ბნელი კუთხიდან ღვთისმშობლის საკურთხეველი კვლავ ადგილს იცვლის. მონაცვლეობს ტაძარში სომეხთა საკურთხეველი ჩნდება და ბოლოს, როგორც ვკითხულობთ ისტორიაში, ქართველებს მხოლოდ ერთი პატარა ტრაპეზის ქვაღა რჩებათ, აი ამ უზარმაზარი კიბის ბოლო საფეხურზე. მოდით ახლა ჩავიდეთ და ვნახოთ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. საბოლოო ჯამში კიბის საფეხურიდან ის პატარა ტრაპეზის ქვაც კი ქრება. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მეოთხე საუკუნეში აუგიათ ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსი პირველი დიდის დროს. თავდაპირველად საფლავი დალუქული ყოფილა, თუმცა ცხადია იცოდნენ, რომ ის ცარიელი იყო, რადგან უფალმა დედა ღვთისა მიიხმო ზეცაში. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეხსნათ საფლავი და სწორედ ამ დროს იქნა ნაპოვნი ღვთისმშობლის სუდარაცა და წმინდა სარტყელიც. დღეს აქ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი. სწორედ ამ ბნელ კუთხეს გულისხმობდნენ, როდესაც ქართველებს საკურთხეველი გადაუადგილებიათ. თუმცა ჩვენ ეხლა სრულიად მოულოდნელად ქართველთა პატარა ტრაპეზის ქვის ადგილსამყოფელი შევნიშნეთ და მოდით უცებ ვნახოთ. ეს არც სვეტის ფუძეა, როგორც ხედავთ, იქით არ არის. აღწერილობაში დათვლილია საფეხურებიც. კიბის ბოლოში უნდა ყოფილიყო ქართველების უკანასკნელი ტრაპეზის ქვა ამ ტაძარში. დღეს ახლა აქ მაგითა დგას. ორი სიტყვით უნდა ვთქვათ აქაურობაზე, სანამ ტერიტორიას დავტოვებთ, იკეტება ტაძარი. ეს ძველი გამოქვაბულია. მოდი ნელ-ნელა ავიდეთ და გზაში მოვყვეთ, რომ არავინ არ გავაბრაზოთ. ეს ღვთისმშობლის ოჯახის საგვარეულო, ასე ვთქვათ, სასაფლაოა მიწის ქვეშ, მღვიმე. ზემოდა რასაც ხედავთ ტაძარს, ის უბრალოდ ამ მღვიმეზე ჩამოსასვლელზე უკვე დაშენებული. დღევანდელი ზედა ნაწილი ჯვაროსნების განახლებულია. აქ ხვდებით იოაკიმესა და ანას საფლავებს და ასევე ხვდებით მართალი იოსების საფლავს. წესითა და რიგით, მაშინდელი ტრადიციით, მაცხოვრის საფლავად დადება აქ უნდა მომხდარიყო. წესით იმ ტრადიციებით გარდამოხსნის შემდეგ უფლის სხეული აქ უნდა მოებრძანებინათ და ამ საგვარეულო მღვიმეში დაეკრძალათ. თუმცა ჩვენ სახარებიდან უკვე ზუსტად ვიცით, რომ მაცხოვარს სრულიად ახალ საფლავს იქვე გოლგოთის მახლობლად დაუთმობენ, რომელშიც ჯერ არასოდეს არავინ არ იყო დაკრძალული. ღვთისმშობლის საფლავის ტერიტორია გეცემანია ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახლავთ ქართული მოღვაწეობისა და აქ მრავლად იყო ქართული საფლავებიც
თავად ეგ წინ და გარშემო აი აქეთ ბაღია კიდევ, ანუ ეს სამონასტრო კომპლექსი იყო და იყო მწიგნობრობის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კერა. პალესტინის ქართული სავანეები იყო მწიგნობრობის განსაკუთრებული კერები და ამ კერებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა გეცამანის მონასტერს, სადაც მდებარეობს ღვთისმშობლის საფლავი. ის რომ გეცამანია იყო გამორჩეული ამ კერებს შორის, ამის დასტურია მე-11 საუკუნის მოღვაწე პეტრე გეცამანიელი, რომელიც გეცამანის მონასტრიდან წასულა სინასტაზე მოსავლოცად. იქ მოუხილავს, რომ არ ყოფილა იქ პარაკლიტონი, არ ქონია სინასტრის მონასტერს, ამიტომ იქიდან დაბრუნებულს ზუსტად აი აქ დაუწერია პარაკლიტონის სინასტრის მონასტრისთვის და აქედან უკვე შეუწირავს ეს პარაკლიტონის სინასტრის ეკატერინეს მონასტრისთვის. გეცამანის მონასტერში ქართველებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. ამის დასტურია ის, რომ ღვთისმშობლის საფლავის გარშემო ქართველი ბერძნების საფლავები იყო. დღეს აქ თანამედროვე ქვაფენილია, როგორც ხედავთ, თუმცა ერთ-ერთი ქართველი მოღვაწის საფლავი გადარჩენილია და გვინდა გაჩვენოთ ეს საფლავი. აი ეს გახლავთ ერთ-ერთი ქართული საფლავი. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინ დღეს მხოლოდ ერთი ქართული საფლავი გვხვდება, ის საკმაოდ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის მაინც. მასზე ბერძნულენოვანი წარწერაა, რომელიც დღეს უკვე ძლივს იკითხება, თუმცა წარწერა გვამცნობს, რომ აქ აღდგომის ტაძრის დიაკონები ყოფილან დაკრძალულნი. ასევე ვიგებთ, რომ მათ განსაკუთრებული მორჩილება ჰქონიათ უმწეოთა დაპყრობა, თუმცა ყველაზე მთავარი თემა მაინც სხვა. ქვაზე მითითებულია, რომ აღდგომის ტაძრის ეს დიაკონები იბერთა მონასტერს ეკუთვნოდნენ. დღევანდელი არქეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ გარდა იმისა, რომ იბერთა მონასტერს, რომელიც დავითის კოშკთან იყო, სასაფლაო ჰქონდა გალავნის გარეთ, ქართველებს აქ მეორე სასაფლაოც ჰქონიათ. თუმცა დღეს ამ სასაფლაოს კვალი უკვე აღარ ჩანს.